დღეს ვამზადებ ულამაზეს სანას სცენაზე გამოსასვლელად და გაჩვენებ სცენურ მაგიას. ამასთან ერთად მინდა გაგიზიაროთ ჩემი ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ორი უმაღლესი განათლება ეკონომიკასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში და ყოველთვის მუშაობდი ჩემი პროფესიის ფარგლებში, ჩემი გული დასული მაკიაჟს ეკუთვნოდა. თუმცა ხშირად მესმოდა სტერეოტიპით სალონში მუშაობ, ესე იგი განათლება არ გაქვს. რეალურად მე ყოველთვის ვაკეთებდი ორივეს, მუშაობდი ჩემი პროფესიით და ამავდროულად ვიზაჟისტად. მაგრამ მაკიაჟი ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სილამაზის სფერო, ის ნამდვილი ხელოვნებაა. ამ ხელოვნების სიყვარულმა სწორედ აქამდე მომიყვანა. მე პირველი ვიყავი, ვინც ახალ ციხიდან საქართველოს ჩემპიონატზე გაემგზავრა თბილისში, სადაც საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტის მოწვევა მივიდა საქართველოს გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელად პარიზში. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და მორიგი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მაკიაჟის ხელოვნება ახალ დონეზე ამეღვანა. ამავე გზის გაგრძელებაა ჩემი წიგნი მაკიაჟი როგორც ხელოვნების ნაწილი. ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკის კრებული, არამედ უფრო ღრმა ხედვა იმაზე, როგორ შეუძლია მაკიაჟს ემოციების გადმოცემა და ნამდვილი ხელოვნების ნაწილის შექმნა. ძალიან მალე წიგნი ორ ენაზე გამოვა, ქართულ და რუსულ და იმედი მაქვს თქვენს დაინტერესდება. რას ფიქრობთ? მაკიაჟი უბრალოდ სილამაზის სფეროა თუ ნამდვილი ხელოვნება?